ეგრეთ წოდებული კანონ პროექტი, რომელიც წარდგენილია და რომელიც სავარაუდოდ კანონის სახეს მიიღებს, სადაც საუბარია, რომ იურიდიული დახმარების სამსახური სრულად გადადის პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში. ეს არის პირდაპირ მიმართული არა მხოლოდ ადვოკატებისათვის, რომლებიც დასაქმებული არიან იურიდიული დახმარების სამსახურში, არამედ ეს არის პირდაპირ მიზანმიმართული ქმედება ადვოკატის თავისუფალი პროფესიის წინააღმდეგ. ეს არის შეიძლება ითქვას პირველი ეტაპი და შემდგომში კაცმარისის ესე რას განახორციელებენ, ვინაიდან ამით პირდაპირ საუბრობენ, რომ თავისუფალი პროფესიის ადამიანების დაცვის ამ შემთხვევაში იმ ხელისუფლებისგან, მთავრობისგან თუ მთავრობებისგან, რომლებისგანაც ადამიანები განიცდიან ზეწოლას, ჩააგვრას ამ შემთხვევაში უკანონო დაკავებებს და იცავს ადვოკატი, რომელიც არის თავისუფალი ამ შემთხვევაში გავლენებისგან, ცდილობენ, რომ დღეს პირველ ეტაპზე იურიდიული დახმარების სამსახურით ამ შემთხვევაში აიყვანონ კონტროლზე, დაიმორჩილონ და შემდგომში არ არის გამორიცხული ეს სრულიად ადვოკატთა კორპუსზე გაავრცელონ. ეს არის მართვის სტილი, ის მართვის სტილი, რომელიც არის რუსეთში, ის მართვის სტილი, რომელიც არის ბელორუსიაში და ეტაპობრივად ნაბიჯ-ნაბიჯ აკეთებენ ამ ყველაფერს.